ახლა კი გადავინაცვლოთ თემაზე, რომელიც ძალიან საჭიროა, რადგანაც ჩვენ ვართ ცხოვრობთ ისეთ ეპოქაში, როდესაც ძალიან ვიყენებთ ესე ვთქვათ პლატფორმებს, რომლებისგანაც სხვადასხვა სარგებას ვიღებთ ხოლმე და რამდენჯერ მოგვსვიათ შეტყობინება, სადაც უცნობ მულზე გთხოვენ გადასვლას. სწორედ ესე იწყება უმეტესობა კიბერშეტევებისა და ჩვენ ყოველდღიურობაში ონლაინ რეჟიმში 1000 ესე ვთქვათ აქტივობას ვახორციელებთ, შეიძლება იყოს გადახდები კომუნალურების, ვიყიდოთ ნივთები, გავაგზავნოთ შეტყობინებები, რა თქმა უნდა და ასე შემდეგ, მაგრამ სწორედ ამ პროცესში ყველაზე მეტად ვართ მოწყვლადები კიბერშეტევის მიმართ. ხელოვნური ინტელექტის გამოყენებამ ასევე ახალი გამოწვევებით შექმნა, დღეს უკვე აუცილებელია ვიცოდეთ როგორ დავიცვათ არა მხოლოდ საკუთარი თავი, არამედ ოჯახიც, განსაკუთრებით ბავშვები, რომლებიც ინტერნეტში ბევრ დროს ატარებენ. თემაზე სასაუბროთ ექსპერტი კიბერუსაფრთხოების საკითხებში кейსის დირექტორი ლაშა პატარია შემოგვიერთდა. დილამშვიდობის ლაშა. დილამშვიდობის. ნამდვილად. ლაშა, ყველაზე მეტად გვაინტერესებს პირველი წამები და წუთები, როდესაც ვატყობთ, რომ რაღაცეები შეიცვალა იქ, სადაც რაღაცა მშვიდად ჩვენ დავფუსფუსებდით ხოლმე და მოკეთ ვატყობთ, რომ რაღაც კიბერშეტევის მსხვერპლები ვართ. პირველი წამები და წუთები რა მოქმედებები უნდა განვახორციელოთ? ნახეთ, ეს არ არის მიმდინარე პროცესი, რასაც ჩვენ გვგრძნობთ და ვატყობთ ხოლმე, ანუ როგორც წესი, როცა მომხმარებელი იგებს, განსაკუთრებით საქართველოს შემთხვევებს თუ ავიღებთ და იმ кейსებს რაც ვიცით, შემთხვევა უკვე დადგა, კიბერშეტევა უკვე მოხდა, წარმატებით განხორციელდა, ამიტომ ეს არ არის რაღაც იმდაგვარი, რასაც ჩვენ ჰოლივუდურ ფილმებში გვაჩვენებენ ხოლმე, რომ რაღაც შეტევები ხდება და ამ დროს ვიღაცა მეორე მხარეს იგერიებს, ხო? თუ დადგა შეტევა, ну, ამას არ ჭირდება ხოლმე ძალიან დიდი ხნის დრო რომ განვითარდეს. და როდესაც ამას იგებს მომხმარებელი, მნიშვნელობა არ აქვს ეს შეტევის პირველივე წამებში არის თუ რამდენი წუთის შემდეგ, ანუ როცა უკვე დადგა შედეგი, ну, სულ ყველაზე ცოტა რაც უნდა გააკეთოს, ეს არის რომ შეცვალოს ყველაფერზე პაროლი, გააკეთოს ყველა მოწყობილობიდან გამოსვლა, დეავტორიზაცია. ეს არის პირველი, ასე ვთქვათ, ნაბიჯები, რაც უნდა გააკეთოს და მიმართოს შესაბამის სამსახურებს. საქართველოში მოქმედებს კიბერდანაშაულთა ბრძოლის სამმართველო, რომელიც არის პასუხისმგებელი მსგავს ინციდენტებზე. თუმცა რეალობა ისეთია, რომ ასე ვთქვათ, მოხმარებლები რეალურად ვერ ახერხებენ ხოლმე დაბრუნებას საკუთარი დაკარგული მატერიალური, ასე ვთქვათ, აქტივების. გარდა ეს არ ხდება ჯერჯერობით კარგი ისტორიები. შემთხვევათა რაოდენობა იმდენი არის და ხშირად ყველა საქმე ვერ იქნება პრიორიტეტული, რომ ისინი რჩება უგულებელყოფილი. ძალიან ბევრი შემთხვევა არის იმისთვის, რომ რომელიმე ქვეყნის რომელიმე ერთმა სამსახურმა ეს დაარეგულოს. ანუ ჩვენ უნდა გავიგოთ, რომ კიბერუსაფრთხოება არ არის რომელიმე სამართალდამცავი სამსახურის მხოლოდ ან თქვენი ბანკის ან ვინმეს ცალკეული რაიმე, ასე ვთქვათ, პრეროგატივა. ეს არის ჩვენი ყოველდღიური ვალდებულება და ჩვენ ვართ პასუხისმგებელი ჩვენს მონაცემებზე. Ну, რა თქმა უნდა, აქ შედის ისიც, რომ უნდა მოხდეს პარათების დაბლოკვა, თუ რაიმე თანხა დარჩება ამ ანგარიშზე გადატანას, თქვათ, შესაბამის ანგარიშებზე და აი მოდი დავიწყოთ იმით, რომ საფეხურება ხო, ნაბიჯები. ვიდრე მივალთ იქამ, ну, რა თქმა უნდა, პირველი, რასაც ჩვენც ვასწავლით ხოლმე უსაფრთხოების კურსებზე არის ის, რომ ჩვენ ყოველთვის ვემზადებით იმისთვის, რომ რაღაც ეტაპზე მოხდება სისტემის კომპრომატირება, ანუ გატეხვა ჩვენი სისტემების, მოპარვა, მითვისება ჩვენი მონაცემების და არ ვართ იმ ილუზორულ განცდაში და შეიძლება ეს არ ჟღერს დამაიმედებლად და ოპტიმისტად, როცა უსაფრთხოების სპეციალისტები გეუბნებიან, რომ რაღაც ეტაპზე აუცილებლად მოხდება ეს შეღწევა, ხო? მაგრამ რეალობა ასეთია. მაინტერესებს, ჩვენ ხო რით შეიძლება შევუწყოთ ხელი ამას? ჩვენ, აი ადამიანს ხო აი თავდაცვას. როგორ? შეტევას თუ თავდაცვას. არა, შეტევის, ესე ვთქვათ, ის მივცეთ, რა ქვია, საფუძველი. უბრალოდ უკვე გატეხვის. ანუ რით შეიძლება ჩვენ ეს ბევრი რამით და ამას კარგად ვახერხებთ, სხვათა შორის. პირველი ეს არის ჩვენი ქცევა კიბერჰიგიენას ვეძახით ამას. კი ბატონო. და კიბერჰიგიენა არის ცოტა განსხვავებული დისციპლინა კიბერუსაფრთხოებისგან. ანუ ყველას გონია რომ აი კიბერუსაფრთხოება იმდენად ესეთი ძიმე და რთული დისციპლინაა, რომ აი ამას როგორ ისწავლიან და ამიტომ საერთოდ იგნორირებას უკეთებენ ხოლმე ამ თემას. მაგრამ ამისათვის არსებობს კიბერჰიგიენა, რომელიც არის ის მარტივი, ძირითადი საყოველთაო წესები, რომელიც ყველამ უნდა დავიცვათ. ხო, ალბათ გსმენია რთული პაროლების შესახებ. გსმენია ორმაგი არ გინდა ლაშა, იმიტომ არის თუ. ხო, ანუ სულ მალე მაგასაც დაეკარგოს აზრი რთულ პაროლებს, მაგრამ ამ ეტაპზე უსაფრთხოების მინიმალური ზომები, რაც შეიძლება მოხმარებელმა დაიცვას, არის
კიდევ ერთხელ რთული პაროლი, ის რომ ერთი პაროლი არ კონდეს სხვადასხვა ანგარიშზე, ესეც მნიშვნელოვანია, რომ თუ ხდება ერთი ნაკლებად დაცული ანგარიშის კომპრომატირება, მაგალითად თქვათ, რომ თქვენი ელექტრონული პოსტის კომპრომატირება მოხდა, ლოგიკური არის, რომ ჰაკერები ცდიან, რომ იგივე პაროლი გამოიყენონ თქვენს სხვა აქტივებზე, ინტერნეტ ბანკზე, სოციალურ მედიაში და ასე შემდეგ. თანაც თუ ამ ელექტრონულ პოსტაზე, რომელიც გატყდა, მიბმული გაქვთ თქვენი ყველა სოციალური არხი, ყველა თქვენი აქტივი და აქედან ხდება აღდგენა პაროლების, ნუ აქ ძალიან რთული ამბავი არის, ხო? ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პირველ რიგში ყველაზე მეტად დაიცვათ ის, რაც არის მთავარი წყარო თქვენი დანარჩენი აქტივების. როგორც წესი, ეს არის ხომ ელექტრონული პოსტა. ელექტრონული პოსტა ყოფილა. ამაზე რთული პაროლი, ორმაგი ავტორიზაცია, სანდო მეილ სერვერების გამოყენება, ესეთი უკვე არაერთი არის და ამის შემდეგ მოდის უკვე ის პოლიტიკა, რომ ჩვენ ერთსა და იმავე პაროლს არ ვიყენებთ სხვადასხვა აკაუნტებზე. აქ მნიშვნელოვანია, რომ აუცილებლად ვიყენებთ, ასე ვთქვათ, სადაც შეგვიძლია VPN-ს და არ ვენდობით, ასე ვთქვათ, არასანდო ქსელურ მოწყობილობებს, ხო? არ ვენდობით არასანდო ქსელებს, ინტერნეტ კაფეებს, რესტორნებს. არ ვენდობით არც შემთხვევაში საჯარო ადგილებში, როდესაც თქვენ გადიხართ, თქვენ როგორ ვთქვა, თქვენს მიერ გაცვლილი ინფორმაცია თქვენი აპლიკაციების საშუალებით, თქვენ მოწყობილობაზე არ არის თქვენი. ჩვენ გვაქვს შეგრძნება, როდესაც რაღაცას ვიმყოფებით და გვაქვს ჩვენი მოწყობილობა და აქ რაღაცას ვაკეთებთ, აი ეს არის ჩვენი მანძილი ინფორმაციის გაცვლის, მაგრამ რეალურად ჯერ ერთ დავიწყოთ იმით, რომ შევა მოხდეს shoulder surfing-ი, რომელიც ნიშნავს, რომ ზურგიდან ვიღაც გითვალთვალებდეთ, კამერა მაიღოს, გარემე თვალყურებობის თქვენი, ასე ვთქვათ, აკრეფილი მონაცემები, ხო? და თქვენი ტელეფონიდან, თქვენი აპლიკაციების საშუალებით, როდესაც ინფორმაციის, როგორ ვთქვათ, ტრანზიცია მიდის გარკვეულ სხვა სერვერებზე, ხო? ეს არის გადაჭერადი. ანუ თქვენ ვერ იქნებით დარწმუნებული ვერასდროს იმაში, გულისხმობ რიგით მოხმარებლებს, რომ თქვენ ნამდვილად იმ Wi-Fi XL-ს უერთდებით, რაც გონიათ. შეიძლება ძალიან მცირე ესეთი პატარა მოწყობილობით, ამას ხო ანტენები აქ არ უყენია, მაგრამ ეს არის ძალიან პოპულარული და ესეთი უკვე ბევრგან აკრძალული მოწყობილობა, Flipper Zero, რომელთაც შეიძლება ჰაკერი, ასე ვთქვათ, ჩაეპას თქვენს კომუნიკაციაში და მოახდინოს ტრაფიკის გადაჭერა. ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენსა და თქვენ საბოლოო სერვერს შორის, ანუ ის იქნება მეილი, რაიმე სხვა რესურსი, გაცვლილი ინფორმაცია შეიძლება ვიღაცამ ჩაიწეროს და როგორ გამოიყენოს ეს ცუდად? ბევრნაირად. გავაგზავნე მეილი. წერ რაღაცა პასუხს, ხო? ხო, ნახე, როდესაც თქვენ აგზავნით მეილს, თქვენ ხო არ ვასწავლით ამით რამეს ლაშა? არა. არა? ნამდვილად არა. ხაი, გაცილებით უარესი კონტენტი არის დღეს ინტერნეტში, საიდანაც მართლაც სწავლობენ რეალურად. ანუ არსებობს ძალიან ბევრი რესურსი ამის სწავლის, არის ძალიან ბევრი, ასე ვთქვათ, მოწყობილობა, თუ პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც თავისუფალ მიმოქცევაში არის მეტნაკლებად. ამით შეიძლება გატყდეს და აი ჩვენ ვახსენეთ, როდესაც მოდის რაღაც შეტყობინება. კიდე რადგან მე ადამიანები გადადიან ხოლმე. ხო, აი გთხოვენ რაღაცის შეცვლას, იმიტომ რომ ამით. ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია ფიშინგზე, სოციალურ ინჟინერიაზე, ამ ეთერში და ბევრნაირი ტაქტიკა გვაქვს გავლილი, მაგრამ საბოლოო ალბათ მთავარი რეკომენდაცია უსაფრთხოების არის ის, რომ ჩვენ ვიყოთ ცოტა მეტად პარანოიკები ვიდრე ახლა. ანუ ჩვენი პარანოია ჩვენი უსაფრთხოება არის. იმიტომ რომ იმდენად დაიხვეწა AI-ის პირობებში განსაკუთრებით ყალბი მესიჯების გენერაცია, იმდენად დამაჯერებელი ხდება კონტენტი და ფორმა იმის თუ როგორც ეგზავნება მოხმარებელს ინფორმაცია, რომ ძალიან რთულია ამას თავი გაართვას გაუთვისნობიერება. რომ მოდის ეს მესიჯი თითქოს ნაცნობის იმით მოდის, ნომრიდან მოდის, ნაცნობი ლოგოთი მოდის, რომელიც ვიცი, რომელიც მანამდეც მომსულია და გადადი ამაზე, მე ეს იქნება და კი ვისწავლე, იმიტომ რომ გარშემო ბევრი შემთხვევა რომ მოხდა, გავიგე რომ იმაზე აღარ გადავალ და არ შევავსებ, არამც თუ არ შევავსებ, არ გადავალ, მაგრამ გონია რომ ცოტა შუახნის სასაკიდან დაწყებული ეს ის პრობლემებია, სადაც ინსტინქტურად რაღაცებს, აი კი, თუმცა როდესაც ანუ შუახნის სასაკზე ვლაპარაკობთ, იქ მოწყობილობა შედარებით სხვანაირია და ნაკლებად არის ისეთი სერვისები, როგორიც არის მობილური ბანკი, ხო, მობილ ბანკი ან შეიძლება კრიპტოსაფულე. ანუ აქ სამიზნე არის ესეთი აქტივები, რაშიც ასე ვთქვათ, ჰაკერს აქვს მატერიალური ინტერესი და ხო, ვერ ვიტყვით ასაკობრივ დემოგრაფიას ნამდვილად როგორ არის ეს, მაგრამ დიახ, ლაშა. რეალურად იმდენად, როგორ თქვა, დახვეწილები არიან ჰაკერები, რომ ყველა დემოგრაფიაზე, ყველა ჯგუფზე
შემუშავებული აქვს თავიანთი სცენარები, ფორმები, მეთოდები და ძალიან რთული ამას მსხვერპლი დაუძვრეს, ასე ვთქვათ, ხელიდან. პირველი კიდევ ერთხელ რეცეპტი ეს არის პარანოია, სრული ამის სიტყვის პოზიტიური გაგებით, რა თქმა უნდა, რომ ჩვენ არ ვენდოთ არც გამომგზავნის ნომერს და არც მისამართს, იმიტომ რომ არც ერთი ეს არ არის უნიკალური ცალსახად დაცული მონაცემი, რომელიც არ ყავდება. ანუ მარტივად რომ ვთქვათ, დაინტერესებულ კრიმინალს შეუძლია გამოგზავნოს მესიჯი ნებისმიერი ნომრიდან, დაგირეკოთ კიდევაც ნებისმიერი ნომრიდან, საჭიროების შემთხვევაში ნებისმიერი ლოგოთი ხო თან? გამოგიზავნოთ მეილი ნებისმიერი ლოგოთი და ნებისმიერი მისამართიდან. ну კორპორატიულ სამყაროში ამის დაცვის მექანიზმები არსებობს, ხო? კონკრეტული პროგრამული უზრუნველყოფა, კონკრეტული სერვისები. ადამიანები ზრუნავენ ამაზე. ახდენს მეილის ჰედერების, ასე ვთქვათ, ანალიზს, ფილტრაციას და მეტნაკლებად კორპორატიული და ბიზნეს გარემო თუ სამთავრობო სამსახურები დაცულია, მაგრამ მოხმარებლები ამ ყველაფრის გარეშე რჩებიან და მათ ჭირდებათ რაღაც. და ამისთვის არსებობს კიდევ ერთხელ ცნობიერება, რომ ჩვენ რაც შეიძლება მეტი მოვიძიოთ, რაც უკვე აღარ არის, ხო? ანუ დეფიციტური მასალა ინტერნეტში. მეორე ეს არის, რომ ვიყოთ უფრო პარანოიდალურები და მცირე ესეთი რეკომენდაციები რაც შეიძლება იყოს, რომ ჩვენი აქტივები, აი რაღაცნაირად ჩვენგან ვივითაროთ უსაფრთხო ქცევები. ანუ მაგალითად, ნებისმიერი ტრანზაქციის დროს იქნება ეს ონლაინ შოპინგი, აი მე კონკრეტული შეძენა, მათ შორის ბანკომატიდან თანხის განაღდება. რეკომენდებულია რომ გქონდეთ ცალკე პლასტიკური ბარათი, რომელიც არც არის აუცილებელი იყოს პლასტიკური ბარათი. შეიძლება თქვენ საერთოდ ციფრული ბარათი დააგენერიროთ, რომელიც უფასოა, თითქმის ყველა ბანკს დღეს საქართველოში გააჩნია ყისიერად რამდენიმე წამში შეგიძლიათ შეუკვეთოთ ციფრული ბარათი. გქონდეთ ეს მხოლოდ და მხოლოდ ტრანზაქციებისთვის, გულისხმობ ელექტრონულ კომერციას, ფიზიკურ გადახდებს ტერმინალებზე, cash-outs ბანკომატიდან და მანამ სანამ გააკეთებთ ამას, სულ რამდენიმე წამი ჭირდება იმას, რომ თქვენ რომელიღაც სხვა ძირითადი მიმდინარე ანგარიშიდან, რომელზეც არ გაქვთ არანაირი ბარათი მიმული, გადაიტანოთ ზუსტად იმ თანხას, რაც გჭირდებათ იმ ტრანზაქციისთვის და ეს დაიცავს თქვენს აქტივებს ძალიან კარგად, იმიტომ რომ ხშირად საბანკო ბარათის დაზღვევაც არ მუშაობს და ესეც ამასაც შეცდომაში შეყავს ხოლმე მოხმარებლები. კი, საბანკო ბარათების დაზღვევის სერვისი სამწუხაროდ არ ფარავს ყველა შემთხვევას. არ ფარავს დაუდევრობას. ძალიან რთულია რომ მე თქვენ დაამტკიცოთ რომ ეს თქვენი ბრალი არ იყო. ამას ხშირად ჭირდება ძალიან დიდი დრო. და მოხმარებლისთვის რომელსაც შეიძლება ის თანხა იყოს ძალიან კრიტიკულად მნიშვნელოვანი და დიდ თანხაზე იყოს საუბარი, ხო, ну, ყველაზე კარგ შემთხვევაში თუ არსებობს პერსპექტივა რომ დადგინდეს თქვენი უდანაშაულობა და რომ ეს ნამდვილად ჰაკერი იყო და კიბერკრიმინალის მსხვერპლი ხართ, თქვენ კარგავთ თვეებს, იმიტომ რომ ძალიან დიდი ბიუროკრატია არის ამასთან დაკავშირებული. როცა ეს მოხდება, თუ თქვენ უარი მიიღეთ, ვერც ბანკი, ვერც დაზღვევა და ვერც პოლიციური სამსახურები ვერ დაგეხმარებათ იმაში, რომ დაიბრუნოთ თქვენი აქტივები. რეალობა ეს არის. გაცილებით უარესი არის კრიპტო შემთხვევაში. ხო, მესმის და ცოტა დრო გრჩება და კიბერუსაფრთხოება სახლში. ეს როგორ შეიძლება გავუკეთოთ? თქვენ თქვით რაღაც ორგანიზაციებს მეტი ბერკეტი აქვს დაცვის, აი სახლში როგორ შეიძლება დავიცვათ ბავშვები მათ შორის? ყველაზე მნიშვნელოვანი და ჩვენთვის ყველაზე საინტერესო. კი ბატონო, პირველი და მნიშვნელოვანი ეს არის მშობლის კონტროლები, რომელიც ყველა ოპერაციულ სისტემას გააჩნია. Parental controls ქვია, რომელიც გაძლევს საშუალებას, რომ თქვენი ბავშვების მოწყობილობები, ეს იქნება ტელეფონი, პლანშეტი, ლეპტოპი, მიაბათ ოფიციალურად თქვენს ანგარიშს, როგორც თქვენი შვილისთან დაკავშირებული პატარა ბავშვის, ასე ვთქვათ, ანგარიში და მაქსიმალურად გადახედოთ ყველა, ასე ვთქვათ, მექანიზმს შეზღუდვის და გამოიყენოთ გონივრულად. ანუ ძალიან სიხისტეც არ ვარ გაკ, იმიტომ რომ მე ფსიქოლოგიური ფაქტორები ერთვება, მაგრამ უნდა შეზღუდოთ აუცილებლად ეკრანის დრო, ეს ზოგადად კარგია, არ ეხება ჯანმრთელობისთვის, კარგია მენტალური ჯანმრთელობისთვის. მეორე ეს არის, რომ არასანდო კონტაქტები შეზღუდოთ, ეს თითქმის ყველა მოწყობილობას გააჩნია ქარხნულად ფუნქციონალი, რომელიც გააკეთოთ. და ნუ ძალიან ბევრი ამ როგორც არის არასანდო კონტენტი, არასანდო საიტები, აი ეს რომ ჩაკეტოთ, ეს ყველას გააჩნია. თუმცა ამას გარდა არსებობს მესამე მხარის აპლიკაციები, რომელიც შეგიძლიათ მოიძიოთ თავად, არსებობს რივიუები, ძალიან ბევრნაირი ფიდბექი, რაც მოგცემთ საშუალებას, რომ თქვენთვის ოპტიმალური შეარჩიოთ. კი ბატონო. შემდეგ ეს არის სახლის ქსელი, ქსელური მოწყობილობა, აუცილებელი არის რომ როდესაც თქვენ ხშირად ყველაზე ხშირი შემთხვევა რაც არის პოპულარული არის, როდესაც
მოხმარებელი აყენებს საკუთარ სახლში რაღაც Wi-Fi მოწყობილობას, შედის ინტერნეტი და ხარხნულად როგორც არის ყველაფერი, რასაც პროვაიდერი მისცემს parolls, ყველა მონაცემებს იგივე სტავებს. და ეს გრძელდება წლების განმავლობაში. სულ მცირე რეკომენდაცია არის, რომ შევცვალოთ ყველა ეს პირველად ინფორმაცია და მოწყობილობებით სასურველია, ცოტა უფრო უკეთესი შევიძინოთ. ძალიან დიდი მადლობა. იმედია სასარგებლო იყო ჩვენი მაყურებლისთვის ამ საუბრის მოსმენა და ამ რჩევების მოსმენა. მე წარმატებას გისურვებთ ყველას, ვისაც გაქვთ ამის შიში, თუმცა ხანდახან არის ხოლმე, როდესაც შიში პირიქით უფრო ფრთხილ ხვდის და კიდევ უფრო სხვა ყურადღებით ვართ ხოლმე ჩვენს მოწყობილობებთან დაკავშირებით.